ხლაკი ქუთაისი ამ წუთებში ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი რამდენიმე საკითხს განიხილავს. მათ შორისაა შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ახალი ინიციატივა, რომელიც საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ითვალისწინებს. დღესვე კომიტეტი სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებითაც იმშელებს. ჩვენი საპარლამენტო კორესპონდენტი გვერდება ახლა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში. მერიან დორბოძე უფრო დეტალურად ისაუბრებს კომიტეტის დღის წესრიგის შესახებ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომა საქართველოს პარლამენტში დაახლოებით 1 საათია უკვე რაც მიმდინარეობს და კომიტეტის წევრები რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტის ირგვლივ მსჯელობენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ახალი ინიციატივა საგზაო მოძრაობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც განსაზღვრავს საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ დღეს კომიტეტზე ისაუბრებენ დეპუტატების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების ირგვლივ, რომელიც თავის მხრივ მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადებასთან არის დაკავშირებული. როგორც უკვე ცნობილია, ამ პროექტის მიხედვით სისხლის სამართლის პროცესით განსაზღვრული მოწმის დაკითხვის ახალი პროცედურების ამოქმედების ვადა 2014 წლის 1 დეკემბრამდე გადაიწევს. აღსანიშნავია ასევე, რომ ამ ინიციატივამ გარკვეული უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია ადვოკატების და არასამთავრობო სექტორის ნაწილ შორის, რომლებიც თავის მხრივ პარლამენტს თხოვენ, რომ მთავრობის ამ ინიციატივას არ დათანხმდნენ. ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ის, რომ ამ წლის 18 იანვარს ამ კანონში უკვე მოხდა ცვლილებების განხორციელება, რომლის მიხედვით მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადა 2013 წლის 1 დეკემბრიდან 1 სექტემბრამდე გადმოიწია და მთავრობა სწორედ ამ ვადის გადატანას ითხოვს 2014 წლის 1 დეკემბრამდე. პოზიცია იმის თავზე, რომ სასამართლომ დაკითხოს ეს, რა თქმა უნდა, პროცესუალურად სწორია და თავის დროზე იმიტომ შევიდა ეს იდეა, იმიტომ გამოიქვა და იმიტომ დაფიქსირდა კანონში, რომ უნდა ყოფილიყო ასე. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს არის სწორი და ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უპრიანი, რომ ასე მოიქცეთ, მაგრამ თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს პროკურატურას არ აქვს იმის რესურსი, რომ ეს მოხლე ამოქმედდეს ეხლავე, ჩვენ ეს არგუმენტები უნდა მოვისმინოთ. მოვისმენთ მთავრობის არგუმენტებს, რატომ მიაჩნიათ მათ, რომ ის წესი, რომელიც უნდა ამოქმედდეს 1 სექტემბერს, როდესაც ამბობენ, რომ არის პრობლემური და ხელშეუშლის გამოძიების სწრაფად და ეფექტურად წარმართვას, ჩვენ გვჭირდება არგუმენტები და ამ არგუმენტების მოსმენის შემდეგ უკვე კომიტეტი საბოლოოდ შეაჯერებს პოზიციას. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტში უკვე 5 საათისთვის დაიწყება ბიუროს ხდომა, სადაც ტრადიციულად დეპუტატები მიმდინარე კვირაში გასამართი რიგარეშეს ხდომების დღის წესრიგს შეაჯერებენ. დიდი მადლობა, მერიან დორბოძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან.